სვანეთში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, როდესაც ამოღებული იქნა 150-მდე კრიპტომომპოვებელი აპარატურა, კიდევ ერთხელ წინ წამოწია ის უზარმაზარი პრობლემა, რომელსაც ქვია ქვეყნის ეკონომიკის და განსაკუთრებით ენერგეტიკის ძარცვა კრიპტოინდუსტრიის მიერ. ეს ინდუსტრია ვერ იარსებებდა რომ არა სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონების და ოცნების კლანის ინტერესი. მხოლოდ ამ რეჟიმში შეუძლია ამ საწარმოებს არსებობა, ვინაიდან შეღავათების გარეშე ისინი ვერ იქნებიან მომგებიანები და ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, თავისუფალი კონკურენციის და თავისუფალი ფასწარმოქმნის პირობებში გავლენ ბაზრიდან. დღეს ესენი შეყუჟული არიან ამ დიდ ინდუსტრიულ ზონებში და ანგრევენ ენერგეტიკას. რაც შეეხება თავად სვანეთში არსებულ პრობლემას, ეს ერთი შეხედვით არის რეგიონის მასშტაბით, თუმცა ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ასევე, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკაზეც, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. სვანეთში წესით უნდა მოიხმარდნენ 10 მილიონ კილოვატ-საათ ენერგიას. ასე არის მისი, ასე ვთქვათ, სიდიდის სხვადასხვა ქალაქებში თუ მუნიციპალიტეტებში საქართველოში. დღეს სვანეთში მოიხმარენ 133 მილიონ კილოვატ-საათ ენერგიას. ანუ 123 მილიონი ეს არის სწორედ ის ნაწილი ელექტროენერგიისა, რომელსაც მარტივად ვთქვათ იპარავენ. ხდება ძარცვა. რას ნიშნავს 123 მილიონი კილოვატ-საათი ენერგია წელიწადში? ეს ნიშნავს დაახლოებით 30-დან 40 მილიონამდე ლარის ღირებულების დენის მოპარვას. გააჩნია რა ტარიფით ვიანგარიშებთ. ტარიფით, რომელიც საოჯახო მეურნეობები იხდიან, თუ ტარიფი, რომელიც დაწესებულია სამრეწველო ობიექტებისათვის. აი ამ ფულის, ასე ვთქვათ, გამოსამუშავებლად საჭირო არის 10,000 კრიპტომაინერი. აი ეს პატარა სერვერები, კომპიუტერები ფაქტობრივად, რომელიც გვინახავს ტელევიზიაზე და მათ შორის როცა ახლა პოლიციელებმა ამოიღეს ამ ერთდღიანი ოპერაციის შედეგად. სინამდვილეში, როგორც ამბობენ, 158 წალი ეს აპარატურა, ასე ვთქვათ, იქნა კონფისკირებული. რა გამოდის? 10,000 წალის, ასე ვთქვათ, კონფისკაციას რა დრო დაჭირდება, როგორი მიდგომა დაჭირდება, ყველა ოჯახში შევლენ თუ არა და ეს კრიპტომოპოვება პირველ რიგში ხელისუფლების მფარველობით შეექმნა იქაურმა კლანმა, რომლებსაც გარანტირებული ჰქონდა ხელშეუხებლობა და შემდეგ უკვე რადგან ელექტროენერგია უფასო იყო, მოედო მთელს მოსახლეობას და მოსახლეობას ვერ დაადანაშაულებ იმაში, რომ დენი მუქთაა და რატომ ხარჯაო. ყოფილიყო კანონი, ყოფილიყო ის ნაბიჯები, რასაც ეხლა აპირებენ და გადადგამენ თუ არა ღმერთმა იცის, იგივე თუნდაც გამრიცხველიანობის დაწყება და შემდეგ კაცრი კონტროლი ელექტროენერგიის მოხმარებისა და შემდეგ ის სასჯელი, რასაც კანონი ითვალისწინებს უკანონო სამიწარმოო საქმიანობისათვის, ანუ დაურეგისტრირებელი მუშაობა და ასევე დენის ქურდობა ელემენტარულად, ეს პროცესი რომ ყოფილიყო აქამდე დაწყებული, დღეს ასეთ სავალალო სურათს არ მივიღებდით. სად იყო ხელისუფლება 10 წლის განმავლობაში სულ მცირე? რატომ გაახსენდათ ახლა? იმიტომ რომ ყველგან არის ინტერესები, მაგრამ როდესაც დიდ ინტერესებზეა საუბარი, როდესაც გლდანში და გორში დაიწყო ივანიშვილმა აი ეს კრიპტოვალუტის მოპოვება და შემდეგ როცა მოედო ეს უკვე მთელს ქვეყანას და დღეს 30-მდე მსხვილი საწარმოა და ყველაზე ბოლო 20-30 ადგილზე მდგომი ეს კრიპტოქარხანა უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე დიდი ინდუსტრიული ქარხნები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი არის ხელისუფლების მიერ მართული და აქედან ესენი ღებულობენ 100 მილიონობით დოლარს. აქ თუ საუბარია სვანეთში 40 მილიონი ლარის მითვისებაზე, ეხლა უნდა წარმოვიდგინოთ რა ხდება მაგალითად გლდანის კრიპტო ქარხანაში, რომელიც არის თბილისის დინამოს სტადიონის სიდიდის ნაგებობა და რომელიც მოიხმარს იმაზე მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე მეტროპოლიტენი და ვიდრე საქართველოს რკინიგზა ერთად აღებული.
და იმდენს ამდენსაც მოიხმარს 100,000 მოსახლეობის მქონე ქუთაისი თუ ამას გამოვაკლებთ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს, სადაც კიდევ ერთი კრიპტოსაწარმოა. და მოიხმარს ეს კრიპტოსაწარმო დაახლოებით 120 მილიონი კილოვატ-საათ ელექტროენერგიას. ანუ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში არსებული კრიპტოსაწარმო იმდენს მოიხმარს, რასაც ეს სვანეთში ეს არალეგალური ბიზნესი ის ერთიც არის მხოლოდ. ასე რომ ეს პრობლემა არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი, მაგრამ თუ მხოლოდ იძულების მექანიზმებით ვიმოქმედებთ, ძნელია აქედან შედეგი მივიღოთ, ვინაიდან ელემენტარულად ერთმანეთს ეტყვიან, როდესაც მოხდება ეს რეიდები და ყველაფერი იცის და გადამალავენ ძირითადად სარდაფებში და არის შენახული ისეთ ადგილებში, რომელიც სათავსოებში ეს საოჯახო და უფრო მსხვილი, რა თქმა უნდა, უფრო კეთილმოწყობილ, ასე ვთქვათ, გარემოში, ოღონ იმათ ხელს კი არ ახლებენ, ახლა რაც გვაჩვენეს, ნახევარი გაფუჭებული სერვერები იყო. დააკვირდით, ტელევიზორში რა ინფორმაციაც გადაიცა, ძველი, გადაყრილი ამ აპარატურის ნაწილი გვაჩვენეს, როგორც ამოღებული. და იმ 158-დან ეს 48 საერთოდ გადასაგდები მოწყობილობა იყო. და შესაძლებელია, რომ ეკონომიკური მეთოდები იქნას გამოყენებული. ზოგადად, თუ არის ეკონომიკური პრობლემა, ის უნდა გადაიჭრას ეკონომიკური გზით. მაგალითად, შეიძლება მოხდეს მათი გამოსყიდვა. ეს არის ძალიან მოძველებული აპარატურა, ძალიან იაფიანი აპარატურა, რომელსაც ამუშავებენ უკვე 10-15 წელიწადია, ამორტიზებულია. 35 მილიონს თუ კარგავ წელიწადში, 1-2 მილიონი რომ დახარჯო გამოსყიდვაზე, ესეც გარკვეულწილად წაადგება პროცესს. მithumetes ჩვენ გვაქვს გამოცდილება. როდესაც კრიპტო მაინერი კი არა, ავტომატებით იყო გადავსებული მთელი საქართველო, სვანეთი, სამეგრელო, აქეთ დასავლეთი თუ აღმოსავლეთ საქართველო და მოხდა იარაღის ამოღება. ნაწილობრივ ასე ვთქვათ, იზოლებით, ნაწილობით ნებაყოფილობითი ჩაბარება მოხდა და რაღაც ვადის შემდეგ თუ ეს არ მოხდებოდა, აღმოჩენილი იარაღის ასე ვთქვათ, პატრონი უმკაცრესად დაიჯებოდა და დიდი ოდენობის იარაღი იქნა ამოღებული 90-იან წლებშიც და 90-იანი წლების მერეც. ასე რომ რაღაც სტიმული ადმინისტრაციულ-ეკონომიკური უნდა იქნას გამოყენებული, რათა ეს პრობლემა ამ შემთხვევაში სვანეთში არსებული პრობლემა მოგვარდეს, ხოლო რაც შეეხება მეორე უზარმაზარ პრობლემას, როცა მილიარდ კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიას ჭამენ ეს ასე ვთქვათ კრიპტო გიგანტები და ანადგურებენ ენერგეტიკას, მათთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სხვა მიდგომებია საჭირო.